თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა. ამას წინათ ქართული ენის სექსუალურ, ორთოგრაფიულ, ურბანულ და მითოლოგიური ლექსიკონით დავინტერესდი. მაგალითად, სიტყვა შეჩემათი, რომელიც ძალზედ გავრცელებულია საქართველოში და მან უკვე თამამად დაიმკვიდრა ქართულ ლიტერატურაში საპატიო ადგილი. იქამდე რომ სიტყვა შეჩემას უკვე ქალბატონებიც ხმარობენ. ხმარობენ რა ამბობენ, დანარჩენი ჩვენი საქმე არ არის. ჩვენი კვლევის მიზანს მხოლოდ ამ სიტყვის ეტიმოლოგია წარმოადგენს. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. გამარჯობა. ერთი სიტყვით ბევრი რომ არ გავაგრძელო, პირდაპირ საქმეზე გადავალ. ამ სიტყვას ძირითადად კაცები მიმართავენ, თან როგორც წესი ეუბნებიან მისავე სქესის წარმომადგენლებს, მის ძმებს, ძმაკაცებს, მეგობრებს, კლასელებს, კურსელებს, მეზობლებს. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ სიტყვა შეჩემას წინ უძღოდა ასევე საზოგადოებაში კარგად დამკვიდრებული გამოთქმა, შენ შიგ ხომ არ გაქვს ეს დაახლოებით შეჩემას ვარიანტია, ოღონდ პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს რიტორიკულ კითხვასთან, აქ კი გარკვეულ ფაქტთან, მდგომარეობასთან. უფრო ადრე დაიბადა გამოთქმა ყველამ თავის ბოზ მამიდას მიხედოს. ბოზი მამიდა ქართველი მამაკაცის შეურაცხყოფის სიმბოლო. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ არა ბოზი დეიდა ან ბიცოლა? აქ ძალიან დიდი ფსიქოლოგიური მომენტია. დედა წმინდათა წმიდაა. დეიდას კიდევ დედის სუნი ასდისოდა. დედის სიწმინდე იფარავს, ამიტომაც ქართველმა კაცმა ბოზი დეიდა ეგრევე გამორიცხა. რაც შეეხება ბიცოლას, ბიცოლა ვის რაში აინტერესებს და ამიტომ დამკვირდა მამიდა. თუმცა სიტყვათა ეტიმოლოგიას კარგად თუ ჩავეციებით, აღმოჩნდება რომ ამ ამბავში მამიდა არაფერ შუაშია, რადგან გამოთქმა მიუთითებს კაცის სწორად მოქმედებაზე, მეტიც უბიძგებს ვაჟკაცობისკენ. ასე მაგალითად მოსაუბრე პირის მიმართ ნათქვამი ყველამ თავის ბოზ მამიდას მიხედოს, მიანიშნებს იმას, რომ ოჯახის უფროსი მამაკაცი თავის სიმაღლეზე ვერ დგას და ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს. ასე რომ მამიდა აქ მართლა არაფერ შუაში არ არის. ეს არის და ეს. და მივადგეთ შეჩემას, ერთ-ერთ ყველაზე რთულ სიტყვათა შეთანხმებას ქართულ სალიტერატურო ენაში. ეს არის შეჩემისას შემოკლებული ვერსია. სხვა შემთხვევაში შეიძლება შეგხვდეს შეჩემანანალა, ანუ სულაც უფრო გავრცობილი შეჩემის 18-იანო. ყველა შემთხვევაში ეს მიმართვა თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მოსაუბრეები, ანუ მტკმელი და მიმართვის ადრესატი ძალზედ ახლო ურთიერთობაში არიან ერთმანეთთან. შეჩემანალალას ფორმა კი ეს უფრო მეგობრული და ღია ურთიერთობების მაჩვენებელია. რაც შეეხება შეჩემის 18-იანოს, ამაზე ბევრი ვიმტვრიეთ თავი და ვერაფრით ვერ მივხვდით, რას გულისხმობენ. ერთ-ერთი ვერსიით 18-იანი ключია, თუმცა რა შუაში ამ ამბავთან არ ვიცით. ერთი გაფიქრება ისიც ვიფიქრეთ, რაიმე ორგანოს ზომას ხომ არ გამოხატავს თქო, მაგრამ უფრო მაღალი სტანდარტებიც გვაქვს საქართველოში. რაღა 18-იანო, როცა ჯერ კიდევ ცოცხალია ბატონი გივი სიხარულიძე, მთელი 25 სანტიმეტრით. მოკლედ ამ გამოთქმაზე ზუსტი და საიმედო ინფორმაცია ამ დრომდე არ გვაქვს. ნებისმიერ შემთხვევაში მიმართვა შეჩემა, როცა ერთი მამაკაცი მიმართავს მეორეს, გულის სიღრმეში ლატენტურ ჰომოსექსუალობაზეც მიუნიშნებს. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა.